ეს არის ჩემი სოფელი და ამ მდინარეს ქვია არვა. სამი მდინარე აქვს ჩემს სოფელს, გუბაზეული, ალბათ ბევრს გაგიგიათ, ეს არვა და ყურეფა ერთი კიდე ეგ ოზურგეთის საზღვართან აუღოთ. და ახლა თუ დაგვიდებით, ხიდი აქვს ნამყოფი, აი მოაჯირები. და ახლა კი პატარა მდინარეა ეს, მაგრამ რვა დიდება აი აქამდე ამოდის. შეხედეთ და ის ხიდი აქამდე მიდის სწორად, მაგრამ ესტაკადასავი ცოტა დამრეცია და ის დამრეცი რაც არის პატარა მონაკვეთი ხშირად მიაქვს და ეს ხიდი ალბათ 15-20 წელიწადში ერთხელ მიაქვს. ეხლა წაღებულია. კი ხედავთ, ალბათ ერთი 2 თვის წინ შეიძლება უფრო მეტი ადრეც წაიღო ეს ხიდი. და არ გაკეთებულა. ახლა იკითხავთ, ხიდი თუ იყო, ეტყობა საჭირო იყო და საჭირო თუ არის 2 თვია წაღებულია ხიდი, რატო არ აკეთებენო? და ალბათ მე ვიღაცა იფიქრებთ, ალბათ გამგეობა რო არ გასოფელს და ასე შემდეგ და რაღაცები. არა, ეს ხიდი არაზოს თავრობას და გამგეობას არ გაუკეთებია. ჩვენ ვაკეთებდით მოსახლეობა აკაციის ხეებით და კი ხედავთ ახლა როგორ ის იყო, მოაჯირი როგორია, ხიდი როგორი იქნება, კი მიხვდებით. ადამიანი გადადიოდა, სასალფეხო ხიდი იყო, საქონელი და ვერ გადაივლიდა, ძაღლი კი იყო. და ყოველთვის ჩვენ ვაკეთებდით მოკლედ. და ახლა იმიტომ არ არის 2 თვია ხიდი გაწაღებულია და იმიტომ არ არის გაკეთებული, რომ საჭიროება აღარ არის ხიდის. ანუ სოფელს ხიდი აღარ ჭირდება. სოფელს რა უბანს, ამ უბანს ხიდი აღარ ჭირდება. ახლა ვინც ხანდახან გადავა ალბათ და დაჭირდება, იქ ფონზე გადავა, ახლა ვალინკების არ არის საჭირო, ტუფლებით გადაივლი ბოლო-ბოლო ქვებზე. ანუ ხვდებით? სოფელს ხიდი აღარ ჭირდება. ახლა მას რატო წერ რისი თქმა მინდა? ის რომ ამ კონკრეტულ სოფელს და ამ კონკრეტულ უბანს ხიდი აღარ ჭირდება და ადამიანები არ არის. მარტო ამ სოფლის ტრაგედია კი არ არის. ეს არის ინდიკატორი ქვეყნის ტრაგედიის, რომ სოფელში ადამიანები აღარ დარჩნენ. საუკეთესო შემთხვევაში ქალაქში არიან წასულები ან ემიგრაციაში. ხო და ვინც 1991 წლის მერე გამსახურდია მთავრობის დამხობის მერე პოლიტიკაში ხართ ნამყოფი ზოგადად. არ აქვს მნიშვნელობა მთავრობაში თუ ოპოზიციაში. თქვენ დედებს შევეცი მე. აი ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეთ ქვეყანა. გიყვართ თქვენი ქვეყანა თუ არ გიყვართ, თუ გიყვართ მithumetes. აი ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეთ ქვეყანა, რომ სოფელს ხიდი აღარ ჭირდება, სოფელს ყანის დათესვა აღარ ჭირდება, საბოსტნი აღარ ჭირდება და პირუტყვი აღარ ჭირდება და ყველა ქალაქში გარბის, აი თქვენ დედებს შევეცი მე. თქვენ არ ახართ ბიჭო ამ ქვეყნის შვილები, თქვენ არ ხართ ღირსი საქართველოს მიწაში დაიმარხოთ ბიჭო. თქვენ ნაკელში უნდა დაიმარხოთ რაღაცა ემიგრაციაში. აი თქვენ ყველა პოლიტიკაში ვინც ხართ დღეს, დაჟე მე ვისაც ხმამიოსი და მხარი დაუჭირე ისინიც. სულ ყველას დედებს შევეცი თქვენსას ბიჭო. ეს პატარა რაღაცაა ვითომ ერთი შეხედვით, მაგრამ დიდი ინდიკატორია. პატარა ინდიკატორი უბრალოდ დიდი ტრაგედიის. თქვენ ეროვნულადაც ვინც ამბობდა, ვისაც პრეტენზია გაქვთ, რომ ეროვნულად აზროვნებს, არც თქვენ არ ახართ იმის ღირსი, რომ კარგი თქვას ადამიანმა თქვენზე. თქვენ არ იცით რა ტკივა დღეს საქართველოს. სანამ თქვენ არის დედამოტყნულები იქნება პოლიტიკაში, ასე გეომეტრიული პროგრესი წავა უკან ჩვენი ქვეყანა. დაანძრეული აქვს საქართველოს. 50 წელიწადში ქართველი აღარ იქნები. ახლა არაბები რო შემოგვესება, ეხო ცალკე ტრაგედია. აი თქვენ დედებს შევეცი სულ ყველას, ვინც ეს ქვეყანა ამ დონეზე მიიყვანეთ, რომ სოფელს ხიდი აღარ ჭირდება და მსგავსი რაღაცეები. ხო და კიდე მერე გიკვირთ ჩვენი მამების და ბაბუების საუბა კომუნისტებს რომ ისტირის. აბა რა იქნება ქალაქებს დაამსგავსეს სოფლები კომუნისტებმა. ხო, ბაზარი არა დაპყრობილი ვყავდით 70 წელი ხო, მაგრამ ვინ ვის ყავდა დაპყრობილი, ვერ ხედავთ რა მსგავართ 30 წელია გაყიდვეს და მონებივით რო ყიდიან ჩვენ და ჩვენ მიწა წყალს. რომელი ჯობია ორ უარეს შორის?